დაახლოებით 30 ოჯახი ღაზის სექტორის სხვადასხვა ნაწილიდან იძულებულია ხან-იუნისში დაბანაკდეს კარვებში, რომლებიც სასაფლაოს ტერიტორიაზეა მოწყობილი. ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლები უმძიმესი საცხოვრებელი პირობების შესახებ საუბრობენ. მათი თქმით, იქ მცხოვრებლებს არ აქვს წვდომა საკვებზე, სასმელ წყალსა და სხვა აუცილებელ მარაგზე. სამხრეთის ქალაქ ხან-იუნისიდან იძულებით გადაადგილებული მაის საბრიკაჰი ამბობს, რომ ზავის შედეგად მისი ცხოვრება საერთოდ არ შეცვლილა. მას კვლავ შიშის ქვეშ უწევს ცხოვრება. როდესაც მზე ჩადის, ბავშვები შიშით გარეთ ვეღარ გადიან. აქ სასაფლაოა, ღამით მხოლოდ ძაღლების ყმუილი ისმის. ცხოვრება ძალიან რთულია. ცეცხლის შეწყდა, თუმცა ჩვენ მაინც ვერ დავბრუნდით შინ, რადგან ჩვენი სახლი წითელ ზონაშია. ცეცხლის შეწყვეტამდეც და ახლაც უმძიმეს პირობებში გვიწევს ყოფნა. ვერ დავუბრუნდით ჩემს სახლს. სასაფლაოზე ვცხოვრობ, ეს არის ჩემი ყოფა. მძინავს ვჭამ და ვცხოვრობ სასაფლაოზე ჩემს შვილებთან ერთად. გვეშინია, ჩვენ გვერდით მიცვალებულები არიან. ვერც მივდივართ და ვერც სახლში ვბრუნდებით. ჩვენი სახლი მთლიანად განადგურდა. ადგილობრივები მხოლოდ დახმარების იმედად არიან. ვეღარ ბრუნდებიან საკუთარ სახლებში, რადგან ისინი ან დანგრეულია, ან ისრაელის კონტროლის ქვეშ არსებულ ტერიტორიაზეა. მართალია პალესტინის ტერიტორიაზე დახმარება შევიდა, თუმცა ეს არ არის საკმარისი 2 მილიონზე მეტი მცხოვრებლისთვის, რომლებსაც საკვები, წყალი, მედიკამენტები და სხვა აუცილებელი ნივთები სჭირდებათ. მოჰამედ შმაჰიც ღაზის სექტორის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ბეიტ-ლაჰიადან იძულებით გადაადგილებული პირი სასაფლაოს ტერიტორიაზე ცხოვრობს. მისი სახლიც სხვების მსგავსად დანგრეულია. ცეცხლის შეწყვეტის შემდეგაც არაფერი შეცვლილა. სარგებელი ვერ მივიღე, ჩემი სახლი დაინგრა და ვეღარ ვბრუნდები იქ. ვერც აქედან მივდივარ. მიძულებული ვარ სასაფლაოს გვერდით ვიცხოვრო. 3 თვეა რაც აქ ვართ. ამ დროის განმავლობაში ბევრი ადამიანი დაუკრძალეთ. აქ უფრო მეტად იხოცება ხალხი ვიდრე ჩრდილოეთში. ჩრდილოეთში რომ მომკვდარიყავი, უკეთესი იქნებოდა ვიდრე მკვდრებს შორის აქ სასაფლაოზე ცხოვრება. ისრაელსა და ჰამას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გასულ თვეს შევიდა ძალაში. ეს 2 წლიანი დამანგრეველი ომის დასრულებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. 2023 წლის 7 ოქტომბერს ჰამასის მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ დაწყებულმა ისრაელის შეტევამ ღაზაში 10,000-ობით პალესტინელი იმსხვერპლა და უზარმაზარი მასშტაბის ნგრევა და შიმშილი გამოიწვია.